სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ ეს წიგნი ესე უნდა გადავშალო რომ დაინახოთ თქვენ რა წიგნი უნდა გეჭიროთ ყველაზე ხშირად ხელში ხო არის ის სარეკლამო აგენტები რომ რაღაცებს გამუდმებულად არეკლამებენ და მე გადავწყვიტე დღეს ვისაუბრო სამოციქულოზე, იმიტომ რომ აღვადგინოთ ჩვენი ტრადიცია. სახარებების შესახებ საუბრობდით ხოლმე და სამოციქულოებს ჩაურთავდით ხოლმე შიგადაშიგ და ესე რაღაცა მონაცვლეობით, ხან სახარებაზე რო ვთქვა და ხან სამოციქულოზე. დღეს პავლე მოციქულის ეპისტოლე იქნა წაკითხული, ეს არის მეათე თავის პირველი 10 მუხლი, პირველი 10 მუხლი, რომელიც მე მინდა წაგიკითხოთ თანამედროვე ქართულად, რომ თქვენთვის მისი შინაარსი კიდევ უფრო მეტად გასაგები იყოს და ძალიან მნიშვნელოვანი ეპისტოლეა. ზოგადად, ყველა ეპისტოლე მნიშვნელოვანია, მაგრამ არის რაღაცა განსაკუთრებული ადგილები თვითონ ეპისტოლეში, რომელსაც უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება თითოეული ჩვენგანისგან. ასე რომ დავიწყოთ. ასე წერს პავლე მოციქული, ასე იწყება მეათე თავი. ძმებო, ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღმერთისადმი ისრაელისთვისა, რათა გადარჩნენ. ესე იგი, პავლე განსაკუთრებულად ლოცულობს ებრაელი ერისთვის, რომ გადარჩნენ. უფრო მეცაც გეტყვით, პავლე ამბობს, ზადვარ ჯოჯოხეთში წავიდე, ოღონდ ჩემი ერი გადარჩესო. ქრისტესგან მოკვეთილი ვიყო. ქრისტესგან მოკვეთა რა არის ჯოჯოხეთის სხვა მეტი კი არაფერი არ არის. მოკვეთილი ვიყო ქრისტესგან ამისთვის ვზადვარო, ოღონდ ჩემი ერი გადარჩესო. ამიტომაც ეს ეპისტოლე ახლა როგორც იწყება, თითოეული ჩვენგანისთვის უკვე გაკვეთილია. პირველივე წინადადება, გახლავთ ძალიან დიდი გაკვეთილი, რომ რაღაცა გარკვეული პასუხისმგებლობები თითოეულ ჩვენგვანს გვაკისრია, როგორც მორწმუნეს, როგორც მორწმუნე ქართველს, თუნდაც ესე ვთქვათ. ეს უპირველესი პასუხისმგებლობა, იცით რა არის? პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ. რომ ასე წერია შენი საკუთარი სულის მიმართ პასუხისმგებლობის შესახებ, სახარებაში ასე წერია. ყველაფერი რომ შეიძინო და სული წარიწყმიდო, რაში გჭირდება ეს ყველაფერიო? ესე იგი, სულის გადასარჩენად ადამიანმა უნდა გააკეთო ყველაფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს გათვითცნობიერებული, რომ სულის გადასარჩენად მე უნდა ვიშრომო და ვიზრუნო. მეორე პასუხისმგებლობა ასევე წერია, რომ შენი ოჯახის მოვლა პატრონობაზე აუცილებლად უნდა აიღო პასუხისმგებლობა. ვინც არ ზრუნავს თავის ოჯახს, წმინდა წერილის სიტყვებს მოგახსენებთ ეხლა მე სულ. ვინც არ ზრუნავს თავის ოჯახზე და ახლობლებზე, ის წარმართზე უარესიაო, ასე წერია წმინდა წერილში. მესამე პასუხისმგებლობა არის შენი ერის წინაშე. აი რასაც ამბობს ახლა პავლე მოციქული და განსაკუთრებულად ლოცულობს, რომ ოღონდაცო, ჩემს ლოცვებში გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღმერთისადმი ისრაელისთვისა, რათა გადარჩნენ. ისრაელი ვინ არის? საღვთო ერი, ებრაელთა ერზე არის საუბარი. ამიტომაც თითოეულ ჩვენგვანს პირდაპირ ამ წინადადებაშივე ამ პასუხისმგებლობაზე შეგახსენებს, ამ პასუხისმგებლობაზე გელაპარაკება მოციქული, რომ შენი ერისთვის მარტო განკითხვა თუ გემეტება, არ ხარ შენ ესე იგი მორწმუნე ადამიანი და ღვთისმოყვარე ადამიანი, იმიტომ რომ ლოცვით უნდა იწყებოდეს ეს ყველაფერი. თუ ლოცვით არ იწყება, თუ ვედრებით არ იწყება, რომ შენი ერის გადარჩენის შესახებ არ ევედრები, ვინ ახარ მაშინ შენ? ჩვენი პატრიარქი ნეტარხსენებული ილია მეორე, აი ვრცელდებოდა ვიდეოები განსაკუთრებით მისი გარდაცვალების შემდგომ და გახსოვთ ერთხელ ასეთი რამ თქვა. პირველ რიგში უნდა ევედრო საქართველოსთვისო. საქართველოსთვის რას ნიშნავს? თაგორებისთვის და მდინარეებისთვის? არა, ქართველი ხალხისთვის, ამაზეა ლაპარაკი. ამის მერე უნდა ევედრო საკუთარი თავისთვისო ღმერთსო. და მერე ბოლოში მეც გამიხსენეთო. აი ესეთი ვიდეო ვრცელდებოდა ძალიან. ეს რა თქმა უნდა პატრიარქმას წაკითხულიც ჰქონდა და გააზრებულიც ეს ყოველივე, მაგრამ ეს მისი შინაგანი სულიერი მდგომარეობა იყო. ასე იწყებოდა მისი ყოველი ლოცვა ქართველი ერისთვის. ამიტომაც უნდა მიუბაძოთ
მოციქულს და მივბაძოთ ახალ მოციქულს, რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა მისი სახით. ილია მეორეს გულისხმობ უნებრივია. ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღმერთისადმი, მაგრამ არასწორი შემეცნების საფუძველზე, რადგან ღმერთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას. რას გულისხმობს ეს მოხლები, იცით რომ აქვთ გულმოდგინება, მართლა აქვთ ებრაელებს გულმოდგინება. გახსოვთ ის ფარისეველი რო შედის ტაძარში და ამბობს რომ ორგზის ვიმარხავ და შესაწირავს ამდენს ვაკეთებ და სინაგოგაში ლოცვას არ ვასწენ. თქვენ გონიათ ტყუ ის აბსოლუტურად ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებს. ოღონდ პრობლემა იცით რა არის, რომ როდესაც რაღაცას ასრულებ და ამიტომ რომ გონია რომ ესე იგი ღირსი ხარ ამის გამო. აი როგორი დამოკიდებულება არის, იცით რომ ღმერთის მოწყალებას გამორიცხავ. ღმერთის როლს საერთოდ უგულებელყოფ, როგორც კი საკუთარ თავს მიაწერ ნებისმიერ რაღაცა დამსახურებას. აი მაგალითისთვის ეხლა რო ვთქვათ ასეთი რამ რომ ჩვენ ვეზიარებით, ყოველ კვირას უნდა ვეზიარებოდეთ, მაგრამ მეტნაკლებად ხო ვიღაცა ზარმაცობთ ვიღაცეები. ამიტომაც, როდესაც ვეზიარებით განცდა რა გვაქვს, რა რომ ეხლა მე რახან ზიარების წინა ლოცვები წავიკითხე, ამიტომ უნდა ვეზიარო, ამიტომ დავიმსახურე? თუ მარხვა რახან მაქვს შენახული, ამიტომ დავიმსახურე. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ეს ყველა შემთხვევაში მოწყალებაა. ეს არის ღმერთისგან მოცემული მოწყალება, რომელიც შენ კი არ დაიმსახურე. 100 წელს რკომ, კიდე 100 წელი დაამატო მოღვაწეობაში ადამიანმა და ასე იცხოვრო მთელი ცხოვრება, სულ მოღვაწეობაში რო გაატარო. გვერდზე რომ არ გაგექცეს არც თვალი და არც ყური, ამის ღირსი მაინც არ ახარ, კაცო. ვინ ახარ? ერთი ქოთანი ხარ ჩვეულებრივი თიხისგან მოზელილი რა. რომელი ქრისტეს სიმაზეა საუბარი, მაგრამ ღმერთმა ასე შეიყვარა ეს სოფელი, როგორც წერია სახარებაში, რომ აი თავისი სული დასდვა ჩვენი გამოხსნისათვის. ამიტომ მისგან შეყვარებული ადამიანები ვართ თითოეული ჩვენგანი და არ უნდა მივაწეროთ საკუთარ თავს არანაირი დამსა. მიუხედავად იმისა, რომ მოშურნეობა შეიძლება გქონდეს, შეიძლება მარხვით და ლოცვით და უფრო მეტიც რაღაცა განათლებასაც ეწაფებოდე, თუ ამას საკუთარ თავს მიაწერ ამ დამსახურებას, ეს დაემართათ ებრაელებს, მეტი კი არაფერი. ეს დაემართათ მათ, რომ ეძებდნენ თავის გამართლებას სჯულის შესრულებაში და შეუძლებელი ადამიანმა სჯული სრულყოფილად შეასრულო. ცოდვით დაცემული ბუნება გაქვს. ეს იმემკვიდრევე შენ ადამიანისგან, ცოდვით დაცემული ბუნება მემკვიდრეობითად გადმოგეცადა, როგორ შეიძლება რომ შენში არ შემოდიოდეს ან ფიქრი, ან საქციელი, ან რაღაცა სიტყვა, რომელიც ცოდვა არ იყოს. მთელი ცხოვრება ისე გაატარო, რომ არაფერში არ შეგეშალოს ამ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილში. ამიტომაც თუ კი იქნები დააყრდნობილი აი ამ სჯულის შესრულებაზე, მიიღებ შედეგს რაც, იცი რომ ვუმოწმებთ, რომ აქვთ გულმოდგინებაო, პავლე ამბობს, რომ გულმოდგინება კი გაქვს, მაგრამ არასწორი შემეცნების საფუძველზე. ესე იგი, გადაწყვიტე, რომ შენ თვითონ შეგძლებია რაღაცის გაკეთება და ღმერთის ადგილს და როლს გამორიცხავ შენი ცხოვრებიდან. არასწორი შემეცნების საფუძველზე იყო თვითონ პავლე. იცით ხო მისი ისტორია? ქრისტიანებს დევნიდა. ქრისტეს სახელს სადაც გაიგებდა ადამიანებს, ესე იგი სტეფანე პირველ დიაკონი რო ჩაქოლეს იქ იყო ესწრებოდა და დამასკოში რატომ მიდიოდა? იმიტომ რომ საბუთი გამოითხოვა მღვდელმთავრებისგან, ვინც ქრისტიანს უწოდებდა თავს, სულ ყველა ციხეში უნდა ჩაეყარა. ტანჯვით, თან, ცემატყეპით. სხვანაირად კი არა და სწორედ დამასკოს გზაზე ხდება გამოცხადება, რომ რად მდევნი მეო, როდესაც ეკითხება პავლეს და პავლე მოექცევა და გახდება, უпроსტად იქამდე საულე იყო და გახდება პავლე. ამიტომაც, ვისაც აქვს ესეთი გულმოდგინება, ჩვენ ნუკი განკითხვაში ნუკი შევალთ იმ ადამიანებთან, რომ ესეთი გულმოდგინება შეიძლება ძალიან ბევრს გქონდეს, მაგრამ არასწორი შემეცნების საფუძველზე, როგორც აქ წერია, შეიძლება ამ არასწორი შემეცნების საფუძველზე იყოს რაღაცა რადიკალი, თუნდაც ქრისტიანი, თუნდაც რადიკალი, თუნდაც რაღაცა სხვა რელიგიის წარმომადგენელი და ღმერთი მათ როგორ მიხედავს, როგორ დაუფასებს. იქნებ პავლესავით ესე მოაქციოს და ჩვენზე წინ დადგნენ. პავლე მდევნელი იყო და მოციქულთა თავი გახდა. პეტრეს და პავლეს ვასახელებთ პირველ მოციქულთა თავებს, როდესაც ვამბობ, პეტრე და პავლე სახელდება, რომელიც საერთოდ არ იყო 12 მოციქული, კი არა პირიქით მდევნელი იყო. ამიტომაც ამ შემართებას თუ დაინახავთ, აი ამ განწყობას თუ დაინახავთ ვინმეს ქრისტიანისას, არა განკითხვით, არამედ უნდა რაღაცა
რბილი დამოკიდებულებით შეეცადოთ, რომ მოაფხიზლოთ ეს ადამიანი და უთხრათ, რომ კარგია შენი შემართება, მაგრამ ის არ უთხრათ, რომ არასწორი შემეცნების საფუძველზე, თორე აუცილებლად გალახვას დაიმსახურებთ, იმიტომ რომ ესეთი ანთებული ადამიანები ძირითადად შემოელახები ხოლმე ქრისტიანულად. ამიტომაც უნდა რაღაცა რბილი მეთოდი გამოიყენო მსგავს ადამიანებთან. ხოლო ქრისტე არის რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. აი ეს წინადადება მინდოდა რომ ესე წამეკითხა განსაკუთრებულად. ქრისტე არის რჯულის დასასრული. რასგული არასწორად იგებს ძალიან ბევრი ამ. რჯულის დასასრული ნიშნავს იმას, რომ რასაც მინდა იმას ანუ რჯულს აღარ ვექვემდებარები? რასაც მინდა იმას გავაკეთებ? არა, არასწორია ეს გაგება, რა თქმა უნდა. ესეც არასწორი შემეცნებაა წმინდა წერილისა. რჯულის დასასრული არის იმ კუთხით, რომ რჯულით გამართლება არ შეიძლება მოხდეს. მხოლოდ რჯულის შესრულებით შეუძლებელია ჩემი ცხონება. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ქრისტეს განკაცება მაშინ რა საჭირო იყო? არ უნდა განკაცებულიყო მაშინ, იმიტომ რომ ვინც შეასრულებდა რჯულს, ის ცხონდებოდა, ვინც არ შეასრულებდა რჯულს, ვერ ცხონდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ რჯულს ვერავინ ვერ ასრულებს. ამიტომაც ქრისტე რჯულის დასასრული არის იმით, რომ შენ რჯულს კი არ გადადებდა, კი არ რჯული რომ გადაედოდა უარეყო, მაშინ ესე კი არ იტყოდა ქრისტე რომ ძველი აღთქმის მცნება არის არა იმრუშო, მაგრამ მეგეუბნები რომ განამარტო არ უნდა იმრუშო, არამედ გულის თქმით არ უნდა შეხედო სხვა ადამიანს. რჯულის დასასრულია ესა? თუ პირიქით, რჯულის განმარტება და მოცემულობა რომ განამარტო ის რომ ფიზიკურად არ ჩადიხარ ამას. არამედ შენი გონება და თვალიც კი უნდა დაიჭირო ამ ყოველივესგან, იმიტომ რომ აკონტროლებდე უნდა ასე საკუთარ მდგომარეობას. ამიტომაც რჯულის დასასრულია იმ კუთხით, რომ რჯულზე დაყრდნობით კი აღარ ვფიქრობ ცხონებას, არამედ ქრისტეს სარწმუნოებაშია ცხონება და თუ კი ვაღიარებ ქრისტეს სარწმუნოებით, მაშინ იმასაც ვაღიარებ, რაც ქრისტემ თქვა. თორემ მარტო თქვა იმისა, რომ უი ქრისტე ღმერთი კი გადამრჩენელია, მაგრამ შენ არ თანამონაწილეობდე შენი გადარჩენის საქმეში, მაშინ გამოდის რომ ქრისტემ შენზე უნდა იძალადოს. შენ აღიარებ მხოლოდ სიტყვით, საქმით არაფერს არ აკეთებ და ეხლა ის მოკიდებს ხელს და ძალით შეგიყვანს იქ, სადაც შენ კი გინდოდა, მაგრამ ფეხს ითრევდი მაინც, გეზარებოდა, საქმით არ გამოხატავდი. მოსე რჯულის სამართალზე წერს, ხოლო მისი შემსრულებელი ადამიანი მისით იცოცხლებს. ასეთი რამ მართლა წერია ლევიტელთა წიგნში, სიტყვით ასე არა, მაგრამ შინაარსი დაახლოებით ასეთი არის, რომ რჯულითო, მოკლედ, ვინც რჯულით იცხოვრებსო, ის იცოცხლებსო, მოსე ასეთ რამეს წერს. ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს, ნუ იტყვი შენს გულში ვინავა ზეცაში, ესე იგი ქრისტეს ჩამოსაყვანად. ანდა ვინ ჩავა უბსკრულში, ესე იგი ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. მაგრამ რას ამბობს იგი? ყოველგვარი ეჭვების შესახებ ლაპარაკობს, რომ ამას ნუ იტყვი შენს გულში, რომ გადმოვიდა თუ არა მართლა ქრისტე, განკაცდა თუ არა ქრისტე, ამის შესახებ არის ლაპარაკი. მაგრამ ამბობს იგი, ახლოა შენთან სიტყვა, შენს პირში და შენს გულში. ესე იგი რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ. იმიტომ რომ თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია და შენი გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი ფრაზა. ვერც ძველ აღთქმაში და ვერც ახალ აღთქმაში მსგავს ფრაზას თქვენ ვერ ნახავთ, რომ ასე გადარჩენის შესახებ ასეთი სწავლება იყოს. ამიტომ ფორმულირებაა პირდაპირ მოცემული. ნახეთ როგორ თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო უფალია და შენი გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. რას გულისხმობს ახლა ეს სიტყვა, უნდა გავშალოთ ესეც. პირველ რიგში პირით აღიარო უნდა ის, რასაც გულში გრძნობს და განიცდი ადამიანი. ხოლო პირით აღიარება, ახლა შეიძლება რაღაცა თქვა, რომელზედაც საერთოდ არც კი ფიქრობდი. არა, აქ ლაპარაკია, რომ მთელი შენი შეგნება აქვს თუ არა მოცული ამ განცდას, რომ იესოს განკაცებისა გწამს, მისი მკვდრეთით აღდგომისა გჯერა, აი ამ სარწმუნოებაზეა დაფუძნებული შენი გადარჩენა. არა რჯულის შესრულებაზე, არამედ ამ სარწმუნოებაზე, იმიტომ რომ იესომ გადარჩენა მოიტანა თავისი მკვდრეთით აღდგომით.
ამიტომაც მე თუ მჯერა და ეჭვი არ მეპარება მის მკვდრეთით აღდგომაში, მაშინ მე მას ვეთანხმები ყველა იმ მოცემულობაში, რომელიც მან მომცა, იმიტომ რომ აქ მხოლოდ სარწმუნოება კი არ არის საკმარისი, არამედ უნდა გადავშალო მაშინ, რას მეუბნება მე იესო, ამასაც მიგითითებთ, სად უნდა გადაშალოთ, მათეს სახარების მე-5, მე-6 და მე-7 თავი. ხშირად უნდა იკითხოთ ძალიან, იმიტომ რომ იქ წერია ქადაგება მთაზე, ასე ქვია ამ სამ თავს. მე-5, მე-6 და მე-7 თავი, მათეს სახარებისა. წაიკითხეთ თანამედროვე ქართულად. იქ გარკვევით წერია ქრისტეს რა სურს შენგან. იქ ქრისტე გარკვევით წერს ზნეობრივი საკითხების შესახებაც, რჯულის საკითხების შესახებაც და სხვა უამრავ რამეს, რომელსაც ადამიანს შეიძლება წარმოდგენაც კი არ ქონდა, იქ ამბობს ამ ყველაფერს. ამიტომაც თუ შენ ამბობ რომ ქრისტე განკაცდა, თუ შენ გჯერა რომ ის მკვდრეთით აღდგა, მარტო ამისი გჯერა და იმისი არ გჯერა იქ რაც თქვა? და თუ იქაც გჯერა რაც თქვა და ისე იწყებ ცხოვრებას, ეს არის გადარჩენაში თანამონაწილეობა, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ გადარჩენა არ შეიძლება მოხდეს ერთმხრივად. ღმერთს უნდოდეს შენი გადარჩენა და შენ არ გინდოდეს, ის პატივს ცემს შენს თავისუფლებას და არ ჩაერევა. და თუ შენ გინდა თანამონაწილეობ ამ გადარჩენაში, გადარჩენის საწყისი არის მისი მკვდრეთით აღდგომა და მოსმენა იმ სიტყვებისა, რასაც ის ამბობს და გეუბნება. რადგან გულით სწამთ სიმართლე, ხოლოდ პირით აღიარებენ გადასარჩენად. გულში რაც გწამს, ამას აღიარებ პირით. რადგან წერილი ამბობს, არავინ ვისაც სწამს, იგი არ შერცხვება. ამაში არ არის განსხვავება ებრაელსა და წარმართს შორის, ეს უკვე წერს, იმიტომ რომ მაშინ ებრაელებს ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ მარტო თვითონ იყვნენ რჩეული და სხვა ყველა განწირული იყო და ვერავინ ვერ გადარჩებოდა მათ გარდა. რადგან ერთი უფალია ყველაზე, ის უხვია ყველასთვის, ვინც მას მოუხმობს. რადგან ყოველი უფლის სახელის, უკაცრავად, ყოველი ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება. კვლავ ამის შესახებ არის ლაპარაკი. რას ნიშნავს უფლის სახელის მოხმობა? უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ამინ. დალოცვილი გამყოფოთ ღმერთო.